ახლა ვარ კეთილში. MyFitness-ი ვნახე დარბაზი. მომეწონა ძალიან. დღეს აქ გვექნება ზურგის დღე. დავიწყოთ. დღეს მაქვს ზურგის დღე, როგორც ვთქვი. პირველს დავიწყებ ყველაზე კარგი ვარჯიში. ახლა უნდა ვილაპარაკო, ბოლოს რო ჩავწერე საკემატაში, რაღაც ნაწილებში ხორცი წრიდა რა. დინამიკზე ძალიან ხმამაღალი ხმა არის, ყველა დარბაზს საერთოდ. ეს სხვათა შორის ჩემ არის პრობლემა არის, რომ ხოლო ყურსასმენით ფოთია, ვინც არ მოდის კიდე ძალიან ყურში არ უნდა უყურდეს რა. ეხლა უნდა გავაკეთოთ ზურგის ვარჯიშები, ჩემი საყვარელი ვარჯიშები, მოვიტან წონებს. მოდი დავცხოთ. კამერა ახსნათ რა არის მნიშვნელოვანი ამ ვარჯიშში. ეს არის ზურგის ვარჯიში, რომელიც თუ აწევები სიგანეში ზრდის, ეს სისქესში ზრდის რა. თუ უფრო სქელი იქნება ზურგი. დავდგეთ სწორად, რა თქმა უნდა, და წელი ჩავტეხოთ. ხელები როგორც გაქვს, პირდაპირ უნდა გაშალო რა. ზოგმა ისი ძალიან განიერად მოკიდება. ზოგმა პირიქით შიგნით. ამ ვარჯიშიც ego lifting-ი ძალიან ხშირია და იციან ხოლმე ესე ზურგის მოყოლი უნდა იყო ჩათვალე გამყარებული, მარტო ხელები უნდა მოძრაობდეს რა. და ზურგზე წავიდეს თვლიანი დატვირთვა. ზურგზე მაგალითად წინაზეც ეს წონა გავაკეთე და წინის წინაზეც. ეგრეთ ძალიან მარტივად არ იზრდება ზურგი. ჩემი ნეუნება მიდის, მაგრამ ეს წონაში ძალიან რთულია, იმიტომ რომ წელზე შეიძლება ჩამოვიდეს და მე რჩევნია რომ ეს წონა გავაკეთო თუ ზურგს აკეთებთ. ეცადეთ ხოლმე რომ როცა კუნთი მოჭიმულია, ორი წამი გაჩერდით. თუ ყველა ვარჯიშზე ძალიან კარგი იქნება ეგრე, მაგრამ ზურგზე მით უმეტეს რომ ყველაზე კარგად მაგ დროს იფამფება. დავაი დავცხოთ. წონებს მოვიტან. აი როგორი დარბაზია იცი? წონებიც მაგარი ნაწანჯია, თითქოს ძალიან დარბაზის ღამურები რო ვარჯიშობენ თან, ზურგზე რო წაგარწყავენ საკაიფოდ და სამოტივირებლად ისეთი დარბაზის ეშხი დაჰკრავს ამ დარბაზს. ეს ვარჯიში დიდად არ მიყვარს. ბიცეპსაც აწვება და თან იმაზე მეტად ვიდრე უნდა აწვებოდეს. რეცია დამჩა, ამიტომ წყალი. აი იცი როგორ დარბაზია? ღამე ძილი წინ ხუდით რომ უნდა ჩამახვიდო და მერე სახლში ახვიდე და 1-4 საათი გეიმინგით დაკავდე, სანამ ყინული საბაზანაში ჩახტები და მერე დაიძინე. მომწონს. ხორას სვამბურგი мотиваციაზე. мотивაცია არ იძებოთ, უბრალოდ ადექით და დარბაზში წადით ყოველ მეორე ან მესამე დღეს. 65 ჯერ უნდა გაიმეოროთ ეს ყველაფერი შეუჩერებლად, რომ ჩვევაში გადავიდეს. და მერე არც мотивაცია დაგჭირდება, არც არაფერი სხვა, იმიტომ რომ ორგანიზმი მოგწევთ. მე მაგალითად რო არ ვარჯიშობ, ხასიათი მიგჭდება, ძილის რეჟიმი, კვების მოთხოვნილება, სახლში დომანი და მოკლედ პატარა დეპრესიული კატა ვიჩითები. არ ვიტყვი აქ სიტყვას ინგლისურად. უნდა გადმოვიდეთ აქეთ. ამას ხანტელებით ვაკეთებ, მაგრამ იმენად მაგარი ვარჯიშია ეს. მოწყობილობა იმდენად ცოტა დარბაზში აქვს, რომ უეჭველი უნდა გავაკეთო. პრობლემა არის ის, რომ დარბაზში ზოგადად გადაღების მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. რომ იღებ ძალიან ისე გიყურებენ, რომ არ გამოჩნდნენ და ან ძალიან ისე გადაობენ თითქოს. თითქოს გადაღება მავნებლობა არა და უცხოეთში ეს კონტენტი ძალიან წინ არის რა. ჩვენთანაც წინ წამოვა და მეც მაგაში მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ გამიხსოვდა YouTube-ზე ბევრს არ ვიცნობ, ვინც მსგავს რაღაცას აკეთებს და მინდა რომ ნელა ეს დავიწყო, იმიტომ რომ ეს ყველაზე მეტად სიამოვნებს. და მეგობრებო, თუ დახმარება გჭირდებათ და დარბაზში ვნახეთ, მოდით ჩვეულებრივად ვკითხეთ რაც გინდა. თუ ვინმე იღებს დაინახავთ, პირიქით დაიხმართ. ძალიან მაგარი ვარჯიშია, მაგრამ ანტელებს მაინც ვერ შეედრებ. ის უნდა გავაკეთო. ამფი ეგრე კარგად არ მოაქვს. თუმცა ვინც კარგად არ იცის ანტელებით ესე ამოწევა, რომელსაც ცოტა ხანში განახებთ, ეს ძალიან დაგიხმარებათ. ამას მოვჭით.
სამი კადრი შევცვალე და წესიერი მაინც ვერ დავიჭირე რა. არ არის ეს საკამერე ადგილი. ეს ერთიც და დავეშვი. ეს ვარჯიში გავაკეთე ხელების დღეს. არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არა უშვს. ეს არის შუა დელტის ვარჯიში, ანუ ხარს რასაც ვეძახით, მაგის გვერდის ნაწილის. სამი ჰორმონია მნიშვნელოვანი ისე ზრდის, ტესტოსტერონი და კორტიზოლი, სტრესი. ანუ მათ ქიმიურ აღწერას არ დავიწყო რა თქმა უნდა. ან იმას რომ ძალიან მაგარი ჰორმონებია სახლის და რაღაცებს დავიწყებ. ახსნი იმას ხელს რა უშლის გამოყოფაში და პირიქით რა ეხმარება. და მე თქვენ გადაწყვეტეთ უკვე რა სიზავთ. სხვათა შორის გამახსენდა ის, რომ არც ერთხელ არ მიხსენებია, რომ ტელეგრამზე მაქვს არხი, რომელშიც ამ ყველაფერს რასაც ვსაუბრობ ვიდეოში, უკვე დაახლოებით თვენახევარია ვწერ. ანუ გაწერილად, ახსნილად, დეტალურად დევს ხოლმე ინფორმაციები. თუ იმის გჭირდებათ, ეხლა აქ ზედაპირულად ვსაუბრობ, რომ ყოველ პირობაში როგორ ვიყენებთ და რა გვადგება რა. იქ უკვე ჩაშლილია ყველაფერი. თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკს აღწერაში ჩავსვავ. აუცილებლად. ხო და სანამ ზრდის ჰორმონზე ახლა ვიტყვი დეტალებს, იქამდე ბოლო გამეორებაც გავაკეთოთ. მას მეორე ნაჟედი ზეხიან სუბეკოტროპის. და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღდგენითი პროცესები, კუნთის ზრდა და ცხიმის დაშლა დაიწყოს ისეთ სიჩქარით, რაც სიჩქარითაც გვინდა. ეხლა რა ხდება ზრდის ჰორმონის გამოყოფისთვის მნიშვნელოვანი არის. პირველი არის ძილი. თუ კარგად არ გძინავთ, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ზრდის ჰორმონი მოდის დაძინებიდან 2 საათის მერე. ღრმა ძილის ფაზა როცა იწყება, მაშინ იწყება გამომუშავება სულ რამდენიმე წუთით ან საათით. გააჩნია ძილს, რამდენად ხარისხიანია. თუ არა და არ გამოიყოფა. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც უმეტესწილად არ მობენ ხოლმე არის ვარჯიში. უბრალოდ ვარჯიშიც მნიშვნელობა რას აქვს ახლა რა? არის ხალხი ვინც ვარჯიშობს საათობით რა. და ეგ ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ზრდის ჰორმონი გამოიყოფა, როდესაც ვარჯიში მიმდინარეობს 55 წუთიდან 60, ალბათ მაქსიმუმ 70 წუთის განმავლობაში. მერე უკვე კუნთები ისტრესება და გამოიყოფა სტრესის ჰორმონი, რომელზეც ცოტა ხანში ვილაპარაკე. კორტიზოლი, რომელიც პირიქით, რასაც ესაკეთებს, იმას უკუღმა აკეთებს რა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ეცადეთ, რომ ივარჯიშოთ სწორად და სწორი დროით. მაგიტოა რომ ეს არბენდელი გზე 10 წუთი დავდივარ, მერე ბოლოს ვაკეთებ ხოლმე მცირე დატვირთვის პრესებს და შუალედში მაქვს ხოლმე 45-50 წუთი. იმიტომ რომ ზრდის ჰორმონი სხვა შემთხვევაში არ გამოიყოფა. მესამე არის ცილის საკმარისი რაოდენობით მიღება. თუ რა თქმა უნდა ცილას არ იღებს საკმარისი რაოდენობით, ზრდა შეფერხდება და ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც სხვათა შორის კვლევის დროს მეც გამიკვირდა იყო, შუალედური შიმშილი რა. შუალედური შიმშილის დროს თუ სწორად არის ეს ყველაფერი გაწერილი, გამოიყოფა ზრდის ჰორმონიც. თავიდან მეც კი გამიკვირდა, მაგრამ ზუსტი ინფორმაციაა და თუ ამაზე გჭირდებათ დეტალური ახსნა, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და მე თავიდან ბოლომდე აქაც გავწერ და მით უმეტეს ძალიან დეტალურად ტელეგრამში. ეხლა დავცხოთ ტრიცეპსი. ზრდის ჰორმონზე დღეისთვის სულეს იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონია, ამიტომ მის გამომუშავებაზე უნდა იმუშაოთ მუდმივად თუ გინდათ წონაში მოიმატოთ სწორად. თუ არა და აქ არ იგულისხმება მარტო ის ხალხი, ვისაც კუნთის დადება უნდა. ის ხალხი, ვისაც ცხიმი აქვს და მერე უნდა რომ კუნთიც გაეზარდოს, მაგისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცხიმის გამოყოფას ხელს უწყობს კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი და ასევე ზრდის ჰორმონის არასწორად გამოყოფა, ანუ საერთოდ არ გამოყოფა, ან მცირე რაოდენობით. ამიტომ ზრდის ჰორმონს სწორად გამოყოფ, პირიქით კუნთზე იმუშავებს და არა ცხიმზე. სომატოტროპინი ხო ზრდის ჰორმონია და სტრესის ჰორმონი კორტიზოლი მოქმედებს პირიქით, შლის კუნთს და ზრდის ცხიმს და გამოიყოფა რა დროს. ეხლა იმახსოვრეთ პირველი, იქ ხო თქვი
ზრდის ჰორმონის დროს შუალედური შიმშილი, როცა სწორად არის გაწერილი. აქ შიმშილი, ანუ შიმშილი თუ არასწორად არის გაწერილი, ქშია უბრალოდ, პირდაპირ სტრესები რა. შუალედური შიმშილი კიდე ცოდნი ადამიანის გარეშე არ დაიწყოთ. ასევე უძილობა, ზედმეტი გადაღლა, სტრესი და ასე შემდეგ არის პირველი რაც სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამოყოფას ზრდის. ხო და ეს სტრესის ჰორმონი კიდე ადგება შენს კუნთებს დაშლის და ეწყებს ნებისმიერი მიღებული საკვებიდან ცხიმის შექმნას და არა კუნთის ან ენერგიის და პლუს დეპრესიისკენ ხდება მიდრეკილი, ხარ უფრო გაღიზიანებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს რო არ გამოიყოს, შვებით რას? სწამ დავასრულო. ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს. ან ვარჯიშის მერე თუნდაც მიიღეთ ბეცი. პირველი ეს არის, ჩემთვის ეს არის იდეაში. იმიტომ რომ მაგ დროს სტრესი იღებს ორგანიზმი და თავიდან ასარიდებლად ბეცი არის აუცილებელი. მეორე არის ჰიდრატაცია. წყალი უნდა მივიღოთ სწორი რაოდენობით. იმიტომ რომ თუ წყალს არ მივიღოთ სწორი რაოდენობით, ესეც სტრესია ორგანიზმისთვის. ომეგა-3 ცხიმები თევზის კონჩში რომელიც არის, უბრალოდ ომეგა-3 წაიკითხეთ, იმიტომ რომ თევზის კონჩში ბევრი სახის ომეგა შედის. ომეგა-3-ია მნიშვნელოვანი. ასევე C ვიტამინია მნიშვნელოვანი და ვარჯიშის მერე მიიღეთ ცილა, ან პროტეინი, ეგრევე რომ მიიღოთ, იმიტომ რომ ორგანიზმმა ეს ენერგიისგან დაცლილი როცა არის, მიიღოს საკვები, მაშინვე და არ დაიწყოს კორტიზოლის გამოყოფა. ნუ სიმართლე რო გითხრათ ახლა, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ კორტიზოლი მარტო ცუდი ჰორმონია, სტრესის არის, მაგრამ მარტო ცუდი არ არის. სწორ დროს თუ გამოიყოფა და სწორ ადგილას, პირიქით უშუალეს, იმიტომ რომ ხანდახან კონცენტრაციაშიც გეხმარება და ენერგიის მოზღვავებას, ნუ ადრენალინი და ნორადრენალინია მაგას ჩართული, მაგრამ ამის დახმარებით გრძნობ. თუმცა მაინც სტრესის ჰორმონია და მაქსიმალურად უნდა შევამციროთ უძილობის, ნაკლები ცილის მიღების და ასევე სტრესის რაოდენობა ჩვენ ცხოვრებაში რომ ეს არ გამოიყოს და პირიქით. სწორად ყვება, ჯანსაღი ძილი, ჰიდრატაცია, ცილები, რომ ზრდის ჰორმონი გამოიყოს. შემდეგ თემაზე გადასვლამდე გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე. კაი, დავუწყოთ ხა. თუ მოგეწონათ ჰორმონების საუბარი და ეს ინფორმაცია, დამიწერეთ კომენტარებში, სხვებზეც მოგაწოდებთ ინფორმაციას. ახლა ძალიან სიჩუმეა აქ და მაგრად მომწონს ეგ. იმიტომ რომ თუ რამე მინდა ყურსასმენში მოусმენ რა. წაიღო და 15 გავაკეთე. კიდე ამ დარბაზში ის მომეწონა სხვათა შორის, რომ პრესების ამდენი ტრენაჟორი ვაფშე არც არ მინახავს. და subscribe-ზე არაფერი არ მიხსენებია, არც არის ღილაკზე, არც მოწონებაზე, არც კომენტარებზე, ამიტომ შევესიეთ რა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაძლევს мотивაციას. და ერთი subscribe, ერთი ლაიქი ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის მომავალში. ზოგადად ხო ამ პრესის ვარჯიშებს არ ვიხებ, მაგრამ ეს ძალიან კარგი ტრენაჟორია და უნდა მენახებინა, რომ აქ ეს აქვთ. წონა უნდა დავამაგრო. ძალიან მაგარი ტრენაჟორი. დავაი დავწყოთ ერთხელაც. ბოლოს და სახში მივდივართ ჭამთ გემრიელად. მოკლედ დღეს სულ ეს იყო. როგორ მოგეწონათ ვიდეო და მიწერეთ კომენტარებში. თუ რამე კითხვები გაქვთ, ან რაიმეზე გინდათ რომ ვისაუბრო, ეგეც მომიყოლეთ. აბა თქვენ იცით.